ატესტაცია საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა შეამოწმოს რამდენად კვალიფიციური ჟურნალისტები და შემადგენლობა მუშაობს მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტში. მაუწყებელზე საკმაოდ სერიოზული ცვლილებები არის დაგეგმილი, რასაც თანამშრომელთა მასიური დათხოვნა შეიძლება მოყვეს. თამარ ქობულაშვილი მუშაობს დილიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში. თამარ, რას ამბობენ თანამშრომლების შესაძლო ატესტაციაზე და თუ არის ცნობილი, თქვათ, ტექნიკურ პერსონალს ან სხვა თანამშრომლებს თუ შეეხება ატესტაცია? სწორედ ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე რჩებათ კითხვები, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრების ნაწილს. ისინი ინტერესდებიან, ისინი ამბობენ, რომ სადაო არ არის ის საკითხი, რომ აუცილებელია მაუწყებელში მუშაობდნენ კვალიფიციური კადრები, თუმცა ისმება კითხვა, თუ როგორ უნდა შეფასდეს მათი კვალიფიკაცია და ვინ უნდა შეაფასოს ისინი ასევე აღნიშნავენ ერთ საკითხს, რომ როდესაც მენეჯმენტი საუბრობს გადაცემების ნულოვან რეიტინგზე, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს გადაცემები არის ძალიან მრავალფეროვან სეგმენტზე გათვლილი, არის დაბალანსებული და შესაბამისად ყოველთვის მსგავს გადაცემებს არ აქვს ხოლმე რეიტინგი, თუმცა დღესვე ამ პოზიციებს უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველმა ფინანსურ საკითხებში, ნოდარ ჭიჭინაძე სწორედ ფინანსებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ თანხები არამიზნობრივად არ უნდა იხარჯებოდეს. ის გარემოება, რომ საინფორმაციო სამსახური იქნებს სხვა რომელიმე სამსახური უნდა მუშაობდნენ მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები სადაო არ არის, თუმცა რა კრიტერიუმებით, როგორ, ვის მიერ მოხდება შეფასება, ეს არის მეორე საკითხი და უფრო მნიშვნელოვანია თავისთავად ამისი გაგება პირველ რიგში, ვიდრე მხოლოდ განცხადება იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია გარკვეული თანამშრომლების ნაწილთან მიმართება შედარების კვალიფიკაციის შემოწმება, ტესტირება სხვადასხვა ტიპის გარკვეული ტიპის სამუშაოები. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიგვიყვანს, ან შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც ასეთის გაუქმებამდე. არ არის ევროპული ქვეყნისთვის მახასიათებელი. ყველა ევროპულ ან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ აქვს საკუთარი ფუნქცია და როლი როგორც ინსტიტუციებს იმ საზოგადოებებში და ჩვენ თუ ვართ ან გვინდა რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი, უნებრივია ჩვენ არათუ ამის შეჩერება, დაკეტვა, დახურვა, გაუქმება, სხვა სინონიმებს ვიტყვი, არამედ მიიქით მის გაძლიერებაზე უნდა საუბრობდეთ. ყოველწლიურად იხარჯება გაცილებით მეტი მილიონი და მაყურებელი არის გაცილებით ნაკლები. არის თუ არა რეიტინგი ეს მთავარი საზომი, არის ამაზე ხო დავა. არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი. კი, გასაგებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობაც, როლიც საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც არ ყავს მაყურებელი, ჩემი აზრით და რეფორმის გუნდის აზრით, ეს რეალობა ითხოვს შეცვლას, ეს რეალობა ითხოვს შეცვლას უკეთესობისკენ. ვასილ მაღლაფერიძის კიდევ ერთი მრჩეველი იანთაძე ამბობს, რომ იმის შესახებ, რომ კვალიფიკაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა საინფორმაციო სამსახურში, ამის შესახებ თავად მოამბის პროდიუსერებისგან აქვთ ინფორმაცია. იანთაძე ამბობს, რომ იმის შესახებ, რომ ატესტაცია უნდა ჩატარებულიყო, ამის შესახებ თანამშრომლებმა იცოდნენ ინფორმაცია ამის შესახებ დაახლოებით სექტემბრიდან და ასევე იანთაძის თქმით შესაძლოა ატესტაცია, ანუ მათი ტესტირება შეფასდეს შემდეგნაირად, ანუ ბოლო თვეების განმავლობაში გაკეთებული სიუჟეტებით და ამის შემდეგ გადაწყდება თუ მოხდება ან თანამშრომლების რანგირება. გასული წლის სექტემბერში იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მომხდარიყო თანამშრომლების ტესტირება და უნდა მომხდარიყო რანგირება, რაც იყო აუცილებელი იმისთვის, რომ გარკვეულიყო რა ანაზღაურება უნდა ქონოდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს ძალიან დაბალი ხელფასი. მოამბე, რომელიც რჩება საინფორმაციო გადაცემა, რასაკვირველია, ის უნდა გაძლიერდეს ბევრად მეტად, ვიდრე არის ახლა. როდესაც ჩვენთან იყვნენ პროდიუსერები საინფორმაციო სამსახურზე, ჩვენ მათ ვკითხეთ, რა არის პირველი პრობლემა თქვენთვის, მათ თქვენს პირველი პრობლემა არის კვალიფიკაცია თანამშრომლების. ამიტომ გამომდინარე აქედან, რომ ეჭვს არ იწევს, რომ ეს კვალიფიკაცია უნდა გადამოწმდეს, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებს უნდა გაეზარდოთ ხელფასი და გაუმჯობესდეთ სამუშაო პირობები და ის ადამიანები თუ არიან ასეთები, რომლებიც გარკვეულ სტანდარტს კვალიფიკაციის ვერ აკმაყოფილებენ, აი ამ ადამიანებთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ ცალკე გადაწყვეტილება. ეს გულისხმობს სწორედ იმ მასალების გადახედვას, რომელიც უკვე არის მომზადებული ბოლო თვეების განმავლობაში. არაფერს სხვას არ გულისხმობს. ატესტაცია ისედაც მისაღებია, რა თქმა უნდა.
შენ უნდა კვალიფიკაცია თანამშრომლების ეს მარტო მედიის დარგში კი არ ხდება, ყველა დარგში ხდება, რომ კვალიფიკაციის თანამშრომლები მუშაობენ, ხო არ არის ასამაღლებელი კვალიფიკაცია, თუ არის იმდენად დაბალი კვალიფიკაცია, რომ არ შეესაბამება დაკავებულ პოზიციას, მაშინ ადამიანს არ უნდა ეკავოს ის პოზიცია. კონკრეტულად აქ რა უნდა და როგორ უნდა იყოს, ხო? მე ხა ესე ვერ გეტყვით, იმიტომ დაგეგმილი იყო ამის გაკეთება, განცხადებულიც იყო ეს ყველაფერი და შესაბამისად ეს მარტო ესე იგი დაჟითი მექანიზმი არ არის რა, პირიქით ეს განვითარების მექანიზმიც არის. საზოგადოებრივ მაუწყებელში ორი პროფესიული კავშირი არსებობს. დღეს ისინი 5 საათზე გამართავენ სხდომას და სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელებენ თუ როგორ იმოქმედებენ ისინი. თამარ ქობულაშვილი საუბრობდა საზოგადოებრივი